ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ავტობოქსი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა მოგესალმებით. დღეს ვისაუბრეთ ოფროუდზე, განვიხილავთ თუ რამდენად დაინტერესებულია ხალხი ამ მიმართულებით, ჯიპების ფლობელები, როგორც ვიცით, საქართველოში არილებიან, თუმცა უგზოობის მხრივ სპორტის სახეობა კიდე განსხვავებული რამაა, ქალაქის ჯიპად და უგზოობის ჯიპად ფაქტობრივად დაყოფილია ავტოსეგმენტიც. დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ზურა მეტრეველთან ერთად, რომელიც საქართველოს ოფროუდის ფედერაციის გამგეობის წევრია. ზურა, მადლობა მობრძანებისთვის. პირველი რითიც უნდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი, ალბათ ის ღონისძიებაა, რომელიც დაახლოებით 2 დღის წინ თუ არ ვცდები ჩაატარეთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ღონისძიება, რომელიც გაიმართა 25-26 აპრილს, ჩაატარეთ საქართველოს ოფროუდის ფედერაციამ ჩაატარა სამოყვარულებისთვის. შეჯიბრის ფორმატი იყო ორიენტირება, ეს ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრის მონაწილეებმა უნდა მოახერხონ და ტყეში იპოვონ და დაალაშქრონ წინასწარ ორგანიზატორების მიერ წინასწარ განთავსებული წერტილები და სამსაჯო კოლეგიასთან წარმოადგინონ ამ წერტილის დაალაშქრის დამადასტურებელი ფოტომასალა. ერთადერთი გზამკვლევის საშუალება ეს არის GPS ნავიგაცია, ხო? ამ შემთხვევაში იყო კოორდინატები დატანილი რუკაზე, რათა და თუ სურველი იქნებოდა მონაწილე, მას შეეძლო, თქვათ, შეეტანოს სანავიგაციო ხელსაწყოში ეს წერტილები და უფრო გაეადვილებინენ თავისთვის საქმეს. ერთნიშნულოვანი მოთხოვნა ამ შემთხვევაში ეს არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების ოფროუდის მიმართ, ძალიან ბევრ დამწყებს აქვს სურვილი მიიღოს შეჯიბრში და არ აქვს იმის საშუალება, რომ მოამზადოს ავტომობილი პროფესიონალურ დონეზე. ხო, აი ამ სურვილების გამო, იქ იმის გამოც, რომ თქვათ ფედერაციას სამწუხაროდ არ ქონდა საშუალება, არ აქვს იმის საშუალება, რომ წელს ჩაეტარებინონ, თქვათ, შეჯიბრი, მე სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ წელს ოფროუდის ფედერაციამ ვერ მოახერხა ფინანსური პრობლემების გამო, დაფინანსების არ ქონის გამო ვერ მოახერხა პროფესიონალებისთვის ერთი შეჯიბრი მაინც რომ ჩაეტარებინა, ძალიან სამწუხაროა. ამაზე შემდგომ შეძლები ცოტა სხვა ვისაუბროთ, საზოგადოების ყურამდე მივიტანო ჩვენი პრობლემა. და იქიდან გამომდინარე, რომ დამწყებ ადამიანებს არ განელებოდათ ეს სურვილი, ეს მონაწილეობა მიეღოთ ოფროუდში, საერთოდ ეს ხდება ხოლმე რა, მოვა დამწყები მომზადებელი ან ბოლომდე არ მომზადებული ავტომობილით ჩაერთვება შეჯიბრში, მონაწილეობას მიიღებს, საერთოდ არ არის ლაპარაკი გამარჯვებაზე, მონაწილეობას მიიღებს და ჩვენ პროფესიულ ენაზე რო ვთქვათ, იწამლება მერე აი ოფროუდით და იწყებს უკვე ავტომობილის მომზადებას და ეს არის ახალი სისხლი ოფროუდში. თუ ვერ ჩავატარებთ შეჯიბრს, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვექნება ეს ახალი სისხლი და არ გვეყოლება ახალი მონაწილეები, არ გვეყოლება ის ადამიანები, ვინც თქვათ ენთუზიაზმის ხარჯზე ფაქტიურად ახერხებენ ხო ამას. და მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს ესე გაგრძელდება, სამწუხაროდ ოფროუდ მოძრაობა საქართველოში ვეღარ მოახერხებს იყოს ისეთი წარმატებული შედეგის მომტანი, როგორც ეხლა არის. მათთვის ვინც არ იცის, მინდა ვთქვა და დავაფიქსირო, რომ ბოლო რამდენიმე წელია ფაქტ არც ერთი შეჯიბრი არ ყოფილა, არ ჩატარებულა კავკასიაში და თურქეთში, რომ საქართველოს წარმომადგენელ ოფროუდერებს ოქროს მედლები არ ჩამოეტანათ. ერთი და ორი მედალზე არ არის. ფაქტიურად თითქმის თურქეთთან საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული შეჯიბრებია, ჩადიან ჩვენი ბიჭები და არა მარტო ბიჭები, ქალბატონებიც. კი, საერთაშორისო დონის საკმაოდ სერიოზულ ტურნირებზე ჩადიან და რამდენიმე შეჯიბრი იყო ბოლო წლების განმავლობაში, სადაც ყველა კატეგორიის ოქროს მედალი, ყველა კატეგორიის ვერცხლის მედალით ჩამოუტანიათ. ბოლოს კი ხუმრობენ, რომ საყურებლად ჩამოდით თუ ქართველებიო, იმიტომ რომ ჩავდივართ ყველაფერი მოგაქვს. მანგრევთ იქაურობას შეიძლება ითქვას, ხო? და მოგვაქვს ყველა სინჯის მედალი. და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი პირადი ფინანსებით, ჩვენი ჯიბიდან ხდება. ფაქტობრივად საკუთარი ხარჯით მიდის მონაწილე სამწუხაროდ და
აი ჩამოდის და ვიცით რა მაგას მე ესე რომ უხეშად რო ვთქვათ მუღამიც ეკარგება რა ადამიანს რა იმიტომ ხო ნუ ფიზიკურად ეხა ღმერთმა ყოველას მიცეს იმის საშუალება რომ რაღაც თავის თანხებით შეეძლოს ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სამწუხაროდ ესეთ ცხოვრება გვაქვს რომ არ ხდება ეს რა და უწევთ აი ეს სანამ გვეყოფა ეს რა ქვია ინერცია მივდივართ და ბოლოს ეს ინერცია დამთავრდება და თან რა ხდება ახლა ჩვენი კონკურენტები პირველი კონკურენტები ვინც არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნის ოფროუდერები გაცილებით ჩვენი სპორტსმენები მათ გაცილებით მათზე მაღლად განან თავიანთი კვალიფიკაციით გამოცდილებით და ძალიან უკეთეს ბევრად უკეთეს შედეგებს დებენ ჩვენი სპორტსმენები მაგრამ იმათ პირობები აქვთ ისეთი რომ ჩვენებს რო ისეთი პირობები მისცე შეიძლება სულ გადადგან ყველაფერი იმიტომ რომ იმათი ტექნიკა და ჩვენი ტექნიკა მომზადება რომ შეადარო ხო როცა ჩვენი სპორტსმენები თქვა საკუთარი ხელით აკეთებენ აი ამ საბრძოლო ტექნიკას და აღადგენენ და წვალობენ და ჯახირობენ იმათ ფაქტიურად აი მთელი ისინი ჯგუფები მუშაობენ ხო ტექნიკური ჯგუფები და ანუ მაღალ დონეზე აქვს საკმაოდ ძალიან მაგრად ეხმარება სახელმწიფო ჩვენ მეზობლებს და ძალიან მაგრად ეხმარება კერძო სექტორი რაც სამწუხაროდ ჩვენთან აი ფაქტიურად არ ხდება ეგეთი რაღაც რა მოდი ეს ცოტა ვრცელის თემაა ამიტომ ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილი დასასრულს მივახლოვდება რამდენიმე წუთში სარეკლამო რგოლების შემდეგ უფრო მეტი დრო დაგვრჩება მეორე ნაწილს სასაუბროდ და ამიტომ ეს თემა თქო შემოვინახოთ კივნეულია მაგრამ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ უნდა ითქვას საკითხი მოგვარდეს ამ დარჩენილ 60 წუთში იქნებ მოკლედ მიმოვიხილოთ დღეს რეალობა როგორია რამდენი ადამიანია გაწევრიანებული როგორ ხდება მათი გაწევრიანება საწევროს იხდიან თუ ჩვენ დავიწყეთ 2007 წელს ეს მოძრაობა 2007 წლიდან ამან ოფიციალური სახე მიიღო ჩამოყალიბდა ოფროუდ კლუბის სახით და 2008 წლიდან ჩავატარეთ უკვე პირველი საერთაშორისო შეჯიბრი და იმას მერე ესე ვატარებთ შეჯიბრებს და მოვდივართ ძირითადი ბირთვი არის ფედერაციაში ამჟამად 20 კაცამდე არის თუმცა თლიანად ოფროუდ მოძრაობა გაცილებით უფრო დიდ ოდენობას ითვლის ხალხისა იმიტომ რომ გაცილებით მეტი ოფროუდერია ვიდრე შეიძლება იყოს ადამიანი ოფროუდერი არ იყოს ფედერაციის წევრი რა თქმა უნდა ისევე იყო იმ დროს როდესაც არ იყო ფედერაცია და იყო ოფროუდ კლუბი შარშან მოხდა დავარეგისტრირეთ პირველად ფედერაცია, როგორც ფედერაცია, მანამდე ჩვენ მოღვაწეობდით როგორც საქართველოს ოფროუდ კლუბი და 2014 წელს გადაწყვეტილება მიიღო კლუბის გამგეობამ, რომ ჩამოყალიბებულიყო კლუბის ბაზაზე საქართველოს ოფროუდის ფედერაცია და ამ შემთხვევაში დღეს უკვე საქართველოში ოფროუდის მიმდინარეობას, ესე ვთქვათ, უძღვება უკვე საქართველოს ოფროუდის ფედერაცია. ოფროუდერებიც ძალიან ბევრი არიან, დაახლოებით 100-150 აქტიური ოფროუდერი, რომელიც მონაწილეობს ამ მოძრაობაში. არ არის აუცილებელი ამ ადამიანებს ყავდეთ ზოგ საერთოდ არ ყავთ მანქანა, მაგალითად, არა თუ ჯიპი, არა 4x4-ზე მანქანა. საერთოდ ზოგ შეიძლება მანქანა არ ყავდეს, არანაირი პრობლემა არ არის. ესენ ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც პოტენციურად არიან როგორც მონაწილეები, ისევე საჯები აი ამ ადამიანებიდან ჩვენ ფედერაცია მუშაობს იმაზე რომ აღზარდოს საჯები, საერთაშორისო კატეგორიის საჯები და საკმაოდ ისეთი დიდი მოძრაობა არ არის, პატარა მოძრაობა და ეს ძალა, ეს არის ძირითადი ძალა, რაც ახერხებს იმას, რომ დღესდღეობით საქართველოში ოფროუდი აი ესე დონეზე იყოს. წევრების რაოდენობა ასე ვთქვათ ფორმალურ გაფორმებული ყავთ თუ კი რა თქმა უნდა ეს ოფიციალურად ხდება ყველაფერი საწევროს გადახდაც ოფიციალურად ხდება ამ ზუსტი ციფრი ამ წუთში არ მახსოვს მაგრამ დაახლოებით 20 ადამიანი არის ფედერაციაში გაწევრებული 9 გამგეობის წევრი და პრეზიდენტი ასე ეს სტრუქტურა დიახ და თვითონ ოფროუდერები ვინც ჩვენი მეგობრები არიან ჩვენთან ერთად ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა ვერც დავთვლით და არც დავთვლით ამ ადამიანს იმიტომ რომ ყოველ წუთში იცვლება ეს ციფრი რა თქმა უნდა ხო ძირითადად იმატებს და იზრდება მოდიან როგორც ზრდასრული ადამიანები ისე ახალგაზრდა თაობა და ზოგმა შეიძლება არც იცის ჩამოყალიბებულიც კი არ არის რა კონკრეტულად რა მიმართულებით მოდის მაგრამ იცის და დაახლოებით გრძნობს ამას რომ უგზაობაზე უნდა იაროს თქვენ მაშინ რაღაც ფედერაცია ჩამოყალიბდით სახელმწიფო სტრუქტურებში გაწევრიანდეთ თუ
არა, ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში ფედერაციები, ის ორგანო, რომელიც მართავს ამა თუ იმ სპორტის ამა თუ იმ სახელმწიფოსთან რამე მაგავთ? სახელმწიფოსთან ურთიერთობა გვაქვს ოფიციალური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ გქონდა დაფინანსება, ეს იყო 1 წელი იყო და შეიძლება ითქვას უსერიოზულესი ღონისძიებები ჩავატარეთ მაშინ. თუმცა სამწუხაროდ მას მერე არ გაგრძელდა ეს თემა დაპირების ჩვენ სარეკლამო ჭრის შემდეგ განვაგრძოთ და გადაცემის მეორე ნაწილი დაახლოებით 3 წუთში გაგრძელდება, არ გადაართოთ დაგველოდეთ. ავტოპორტალი ავტობოქსი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. Კონსპენდ გადაცემას ავტობოქსი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ოფროუდი, საქართველოს ოფროუდის ფედერაციის გამგეობის წევრი. ზურა მეტრეველია ჩვენთან დღეს გადაცემის სტუმარი. თქვენ აღნიშნეთ, რომ მიუხედავად თქვათ ფინანსების სიმწირისა, ჩვენი ქართველი ოფროუდერები, როცა ჩადიან მეზობელ ქვეყნებში ტურნირებზე, საერთაშორისო დონის ტურნირებზე, მედლების სიმწირეს არ უჩივიან პირიქით. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ფინანსების ნაკლებობას განიცდით. თქვენ ძანეთ ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის მიწურულს აღნიშნეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული პერიოდი იყო გარკვეული დაფინანსება. კი, იყო. რაოდენობა შეადგენდა, რამდენი ხანი გაგრძელდა და შემდეგ ახლა რატო აღარ არის ეს მდგომარეობა? სამ წუთში სამწუხაროდ ვერ დაგისახელთ, ეს რამდენიმე წლის წინ იყო და არ მახსოვს ახლა ეს როგორ იყო, მაგრამ პირველ რიგში მინდა იმის დაფიქსირება, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ რაღაც ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული, ეს იმდენად მცირე თანხაა სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, რომ აი შეიძლება სასაცილოდაც გამოჩნდეს ისეთ თანხებზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არ არის რაღაც მილიონებზე საუბარი და ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ასეული ათასი, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავატარებთ ყველა იმ ღონისძიებას, რასაც ვთქვათ ფედერაცია გეგმავს წლის განმავლობაში და ეს არის ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როდესაც როგორც ჩატარებასაც ვაპირებთ და ისევ ვერ მოახერხეთ თქვათ ფინანსების არქონის გამო ეს იყო საუბარი იყო ჩატარებული იყო სხვა ფედერაციებთან ერთად მთელი მზადება გქონდა საერთაშორისო დონეზე მიდიოდა მზადება რომ საქართველოში ჩატარებული ყორალი ჯორჯია ეს იყო დაახლოებით ისეთი ღონისძიება სადაც სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მთელი საქართველოს უნდა შემოეარათ და სამწუხაროდ არანაირი დაფინანსება, არანაირი თქვათ მხარდაჭერა, ესე რომ თქვათ ამ კუთხით არ ყოფილა და ვერ მოახერხეთ ამ ღონისძიების ჩატარება. აი ამ შემთხვევაში ბოლო შეჯიბრზე რომ ვილაპარაკოთ, ეს შეჯიბრით ჩავატარეთ მხოლოდ და მხოლოდ მოყვარულებისთვის, ისევ და ისევ, იმიტომ რომ არანაირი დაფინანსება არ ქონდა. ესე იგი, მაგრამ თუნდაც ამ ბოლო ტურნირს რაღაცა ხარჯები ხო ქონდა ეს როგორ განასხვავებთ? ამ შემთხვევაში თქვათ არიან ჩვენი სპონსორები. ახალი კანონი გვაქვს რეკლამებთან დაკავშირებით, ამიტომ მოდი კონკრეტებისგან ბოდიშის მოხდით თავშევი გავოთ და უბრალოდ ანუ სპონსორების მეშვეობით გახვედით ფონს. დიახ, ეს კომპანიები დაგვეხმარნენ იმაში, რომ თქვათ ჩვენ მოგვეხერხებინა და ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება თუნდაც მოყვარულებისთვის. იქიდან გამომდინარე, თქვა პროფესიონალებისთვისაც რომ ანუ ეს შეჯიბრის ხარჯები ყოველ შემთხვევაში მინდა დავაფიქსიროთ მთელი თანხები ძირითადად ნაწილი მიდის ორგანიზებაში. ტრასის მომზადება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ჯგუფები შედიან ტყეში, საკუთარი ტექნიკით, ჩვენ არ ყავს ვინმე ნაჩუქარი ტექნიკა, საკუთარი ხარჯით ნაყიდი მანქანები ყავს. და იქ სადაც თქვა ვერც ერთი ნორმალური მანქანა კი არა, საერთოდ რაღაც ტრანსპორტის ნაიმ სახეობა, სამხედრო ტექნიკასაც შეიძლება იგაუჭირდეს მოძრაობა, ეს დღეობით და კვირობით და თვეობით გააჩნია ღონისძიებას, ტყეში ეს ადამიანები დავდივართ და ჩვენ საკუთარ ტექნიკას ვამტვრევთ, ლეწავთ იმისთვის, რომ გამოვიდეს შეჯიბრი ისეთი დონის, რომ აი რომ ჩამოდიან ჩვენ მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრები, ფაქტურად მიდიან არ მაყოფილებაზე არ არის საუბარი, ეს გაცილებით უფრო მეტი, ანუ განცვიფრებულები მიდიან, ჯერ საქართველოს ბუნება ისედაც ძალიან გვეხმარება იმაში, ბუნებრივი ბარიერები იმდენია ტყეში, რომ აი სწორი დაგეგმვა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თქვა და ნაკლებად დაგჭირდება ხელოვნური ბარიერების ხელოვნური ბარიერები და დამატებით ტექნიკა ტყეში, როდესაც სტარდება შეჯიბრი, იქ ფაქტურად არ ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ არის ისეთი ტიპის შეჯიბრები, რომლებიც თქვა უფრო სანახაობრივი, ანუ მაყურებელს უფრო მეტი საშუალება აქვს, რომ დააკვირდეს ამ შეჯიბრს, ეს ხდება რას კონკრეტულ ადგილას და გარშემო ეს ტრიბუნები, ანუ შეუძლიათ უყუროთ ტრასის საშეჯიბრო ტრეკის დაწყებიდან დასასრულებამდე თვალე ადევნონ მანქანებს
აი ამ ტიპის შეჯიბრზე უკვე ტექნიკის გამოყენება გჭირდება და ესეც რა თქმა უნდა დამატებით კიდევ ხარჯებთან არის. ეს არის ძირითადი ხარჯები, ისი დაფარვაც არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ის მაღალ დონეზე ორგანიზება. ისევ და ისევ საქართველოსთვის ანუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ რაღაც იმისთვის, არა ყველა მიცის ხო ვინც ჩვენ გვიცნობს და ვისაც ჩვენთან ურთიერთობა ქრო, აი ერთი თეთრი არ გვაქვს ჩვენ აქედან პირიქით. ჩვენ დებთ ოფროუდერები ჩვენ ფულს იმაში, რომ გავაკეთოთ და ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. იმაზე ლაპარაკი არ არის, რომ აქ რო ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან რა დონეზე ორგანიზებულ შეჯიბრს ვახვედრებთ. ჩვენი ბიჭებს, აი ვინც ამ შეჯიბრის ორგანიზებით ვარ ძირითადად დაკავებული, გვეძახიან იქ საზღვარგარეთაც ტრასების მომზადებისთვის. იმ დონეზე არის განვითარებული ჩვენთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებს მომზადებით მართლა. გვიწევს ენთუზიაზმზე სამწუხაროდ. და მას შემდეგ რაც გარკვეული პერიოდი სახელმწიფოსგან გარკვეულ დაფინანსებას ღებულობდით, რატო შეწყდა ეს? იცით ვერ გეტყვით, აი ეს ალბათ სახელმწიფოს უნდა ვკითხოთ რა, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არავისთვის არ გვიწყენინებია არაფერი, ანუ შედეგი არ გაგვიუარესებია პირიქით, თუ არ გავაუმჯობესეთ. თუ აქამდე იყო რომ წელიწადში თქვა 3 და 4 ოქროს მედალი ჰქონდა დაფინანსების და შემდგომ იყო რომ წელიწადში 12-14 და უფრო მეტი ოქროს მედალი. ანუ ერთ შეჯიბრზე ხო გეუბნებით, აი თურქეთში ჩავედით მაგალითად, ქალთა შორის ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ, შემდეგ ორ კატეგორიაში ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო ჩამოვზიდეთ ყველაფერი. არ დარჩა ახლა სინჯირო ჩვენებს არ წამოეღოთ. ერთ შეჯიბრზე მაქვს საუბარი და ყველა შეჯიბრზე ესე ხდება. აი არ იყო ერთი შემთხვევა, ეს არის აბსოლუტურად ყველა შეჯიბრზე რა. აი ეს კარგი შედეგების მომპოვებელი ადამიანთა რაღაც გარკვეული ჯგუფი ჩამოუყალიბდა ეხა ფედერაციას, ანუ რა თქმა უნდა, არიან სპორტსმენები, რომლებიც უკვე ძალიან გამოცდილები არიან და ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლიათ ამამად განმაცხადოთ, რომ მათი ჩასვლა სხვა ქვეყანაში რაც ნებისმიერი დონის შეჯიბრზე გარანტირებულ საპრიზო ადგილებზე გვაქვს საუბარი. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ან მოიგებს, ან ვერ მოიგებს. ეს არის გარანტირებულ საპრიზო ადგილებზე საუბარი. და ამის დადასტურება ჩვენ მოვახდინეთ იმითი, რომ აი ამდენი წლის განმავლობაში, ხო 2008 წლიდან მოყოლებული, ხო ყველა ჩატარებულ შეჯიბრზე საპრიზო მინიმუმ აი არ ყოფილა შემთხვევა რომ ოქრო არ ჩამოგვეტანს ამ წუთში ხა ვერ ვიხსენებ მე შეჯიბრს. გასაგებია. ზურა, იმედი ვიქონიათ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და დაალაგდება. პირველი ადამიანი არ ახარ ერთ-ერთი ფედერაციიდან რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსების თუ უზრუნველყოფას მინიმალურ დონეზე ითხოვს და სრულს გამოთქვამს და არ ხდება, მაგრამ იმედი დავიტოვოთ რომ გაცრავად ეს ყველაფერი გამოსწორდება, დაალაგდება და აქილევსის ქუსლად არ დარჩება. მეტი სიცხადე რო შევიტანოთ თქვა რადიო ჟურნალისტის მეტად გასაგები რო გახდეს. როდესაც სტარდება off-road შეჯიბრი, ვისაუბროთ შედარებით მოყვარულთა დონეზე, მოდი მარტივად თქვა. შეჯიბრი რაში გამოისახება? ის პირველი ღონისძიება, რაც ახლა ბოლო ღონისძიება იყო, ვისაუბრეთ, რომ თქვა იქ ნავიგაციაში უნდა გარკვეულიყვნენ და არ უნდა გაეფანტათ გონება ისე, რომ არ დაკარგულიყვნენ. ეს მარტივია, მაგრამ ბარიერები, როგორი ტიპის ბარიერები, ანუ ძირითადი ღერძი ამ ტურნირებისა რა არის? გეტყვით ახლა, ანუ საქართველოში მოდით პირველად ესე ვთქვათ რა, საქართველოში ამდენიმე ტიპის off-road შეჯიბრი არსებობს საერთოდ, ანუ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრები და ტურნირები ტარდება. საქართველოში ყველაზე პოპულარული არის რამდენიმე მიმართულება. ესენი არის ტროფი ორიენტირება, ეს არის ის რაც ახლა ბოლო ჩატარებული შეჯიბრი რაც არის, ეს არის rally raid-ი, რომელიც განსხვავდება თქვათ ორიენტირებაზე ვთქვით ხო ანუ ეს არის წინასწარ მომზადებული ტრასა მონაწილეს ეძლევა კოორდინატები და ამ კოორდინატების მიხედვით უნდა იპოვოს რთულად გადასალახ ადგილებში განთავსებული წერტილები დავაშქროს ანუ მანქანით უნდა მივიდეს ამ წერტილთან ისე რომ მოახერხოს თქვათ გადმოვიდეს შტურმანი ანუ მძღოლი მივიდეს ამ წერტილთან ერთი ხელით შეეხოს ერთ წერტილს ამ წერტილს მეორე ხელით თავის მანქანას და მეორე ეკიპაჟის მეორე წევრმა ფოტო უნდა გადაიღოს. ანუ მექანიკური შეყოვნებაც გარანტირებულია წამისთვის. ეს რა თქმა უნდა აქ არ არის წამის კი აქ წამის სიზუსტეზე არ არის და ეს აუცილებელიც არის ეს შეყოვნება და კიდე უფრო მეტი დრო უნდა დაკარგოს რომ კარგად გადაღებული ფოტო წარმოადგინოს იმიტომ რომ ფოტოს გადაღების სიზუსტეზეა და გამოკიდებული შემდგომ მისი შეფასება. ამ წერტილებს სხვადასხვა ქულები აქვს და ფოტო ზუსტად უნდა ასახავდეს, რომ აი წესების დაცვით უნდა იყოს გადაღებული.
Rally Raid-ზეც ეს უფრო ჩქაროსნული ტიპის შეჯიბრი, ესეც ტყის მასივში ხდება, იქ არის წინასწარ განსაზღვრული ტრასა და აი ამ განსაზღვრული ტრასით უნდა იაროს. და არის სპეცმონაკვეთები, სადაც ვთქვათ რაღაც შეზღუდვებია, აი ამ შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს, თან არ უნდა გადაუხვიოს ამ ნავიგატორზე მოცემულ ამ ტრასას, რაც წინასწარ ორგანიზატორის მიერ არის მოცემული და ზუსტ დროში უნდა დააფინიშოს. არის ესე იგი ტრიალი, რომელიც ეს არის აი ეს რაზეც თქვი რომ სანახაობრივად მაყურებლის ყველაზე ადვილი საყურებელია, იმიტომ რომ შესაძლოა ტყეში ტარდება ღონისძიება, იქ თუ გადამღები ჯგუფი არ შეყვა, თქვათ, მონაწილეებს მაყურებლისთვის აი ესე ძალიან ძნელია იმის ყურება, იმიტომ რომ ფეხით უნდა შევიდეს და ერთ წერტილთან დაელოდოს, თქვათ, მონაწილის მოსვლას და წერტილის დაალაშქრას უნდა დააკვირდეს და აი როდესაც ტრიალის ტიპის შეჯიბრი ტარდება, trials ეძახიან ეს ჩვენი უცხოელი კოლეგები აი ამას და ჩვენთან ქართულში რაღაც ტრიალის სახით გადმოვიდა. ეს არის აი რაღაც მოკლე მონაკვეთია, დაახლოებით 1 კილომეტრი შეიძლება იყოს, შემოსაზღვრული ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი და უმატებ ხო აი რაღაც კალცოს ვარიანტები რო არის დაახლოებით წრიულია ხო ანუ იწყებს და აფინიშებს სტარტი ფინიში მოცემულია და მაყურებელს საშუალება აქვს აი ამ სტარტი ფინიში სრულად დააკვირდეს აქ თალსახად დროზეა აქცენტი თუ ბარიერებით შედის ბარიერები არის ბარიერებს აქ შეფასება არ აქვს ქულებს უბრალოდ დროში უნდა დააფინიშოს და შეცდომები არ უნდა ქონდეს ანუ საჯარიმო ქულები არ უნდა ქონდეს, უშეცდომოდ უნდა გაიაროს ეს ტრასა, იმიტომ რომ იქ არის რომ რაღაც ბიჯგები არის, რომელზე შეხება იწვევს თქვა საჯარიმო ქულებს და ეს აკლდება მერე ამის დროს და დათვლა ხდება ტრასის დასრულების შემდგომ, როგორც წესი ორიც დააქვთ ხოლმე მონაწილეებს აი ესეთ შეჯიბრების დროს და საუკეთესო შედეგი ითვლება რეზულტატად მონაწილეებს. თქვენთვის ეს კიდე ახალი ტიპის შეჯიბრი, რომელიც ბაკურიანში ჩავატარეთ პირველად და ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოვიდა სანახაობრივად, ანუ როდესაც ტრიალის დროს მონაწილე შედის ტრასაზე, ტრეკზე, შეჯიბრის ტრეკზე, მარტო მოძრაობს. აი ამ მოკლე მონაკვეთზე და უყურებს მაყურებელი ტროფის სპრინტის დროს. აი ესეთ მოკლე მონაკვეთზე ჩვენ შევუშვით ყველა მონაწილეს ერთად დავასტარტინეთ და ეს იყო ის სერიოზი, აი ძალიან მაგარი სანახაობა, რა თქმა უნდა, ეს ტელში ეს შედის ამ შედის ხო? რაც ადრენალინს უკვე აქ თვალები დაბინდული ადამიანები, აი ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოვიდა სანახაობრივად და ეხლა გეგმავთ უახლოეს მომავალში ისევ და ისევ აი დაფინანსებას ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ რაიმე ნაირად ეს დაფინანსება, ეს იქნება ტროფი ექსპედიცია ტრიალეთის ქედზე ეს იქნება არა მარტო თქვა სპორტული ღონისძიება იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება ტურიზმის ელემენტები ხო ეს უცხოელი ეს ღონისძიება ემსახურება პოპულარიზაციას ხო ტურისტული შესაძლებლობებისას. აი ესეთი ტიპის ღონისძიებები არის და ყველას თავისებური ხიბლი აქვს როგორც ორგანიზებისას, ისე მონაწილეებისთვისაც. და მაყურებლისთვისაც მაყურებლისთვისაც კი. თქვენი ძირითადი საასპარეზო მიდამო სად არის, სადაც საატარებთ ხოლმე? საასპარეზო მიდამოძეც უკვე ესე პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ადრე იყო ხოლმე რომ ეს მოუძებნიდით რაღაცა მინდორს, რომელიც რაღაც შეიძლება ერთი შეხედვით უსახური მინდორი ყოფილიყო ყოველგვარი განაშენიანების გარეშე და იქ ვაკეთებდით საშეჯიბრო ტრასებს ტექნიკის დახმარებით და ბუნებრივი წინააღმდეგობების გამოყენებით. მერე რატომ ეს ყველაფერი აუცილებლად ხდებოდა ხოლმე დიდი დასახლებული პუნქტების მიმდებარედ, იმიტომ რომ შეჯიბრის სპეციფიკა ითვალისწინებს იმას, რომ ეს იყოს ახლოს, მაინისთვის რომ მაყურებელი მოვიდეს და ნახოს და დააკვირდეს ამ შეჯიბრს. თბილისთან ახლოს ან ისე დიდ ქალაქებთან ახლოს ხდებოდა ხოლმე აი ამ ტრიალის ტიპის შეჯიბრი. ბოლოს უკვე რამდენი შეჯიბრის ჩავატარეთ, ან თუნდაც თქვა სხვა ტიპის შეჯიბრი ავიღოთ, როდესაც ტყეში შედიოდნენ მონაწილეები, ხა სტარტი ფინიშის ადგილია აუცილებლად გაშლილ ადგილას ვაკეთებდით ხოლმე, რომ ადვილად მისასვლელი ყოფილიყო, თქვა. და საწყისი და ბოლოზე სივრცე მეტი ქონოდა. ხო, სივრცე მეტი ქონოდა ფინიშის წერტილისთვისაც და იქ პარკი კეთდება ხოლმე, საფინიშო პარკი, როდესაც დაფინიშების შემდგომ მონაწილე ავტომობილები უნდა დადგნენ იქ და შეჯიბრების დასრულებამდე იქ იყვნენ. და ამ დროს ბოლო პერიოდში აღმოვაჩინეთ რომ ყველა ტერიტორიას პატრონი გამოუჩნდა
თუ დაყიდულია. ხო, და რაღაცა ცოტა ხანში იმას ფიქრობთ, რომ შეიძლება ტყეში ვეღარ შევიდეთ, იმიტომ რომ მოდიან ეს მეპატრონეები იძახიან, რომ აი ჩვენი ტერიტორია აქ არა და მაგის გადამოწმების საშუალება ხო ჩვენ ნაკლებად გვაქვს, ამდენად არის. თუმცა ჩვენ ყოველი შეჯიბრის წინ ვაფრთხილებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ვატარებთ შეჯიბრს, ვთხოვთ მათ დახმარებას, უსაფრთხოების ნორმებს ვიცავთ, თქვა სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები ყავს აუცილებლად ადგილზე და სახელმწიფო სტრუქტურებსაც ვაფრთხილებთ ხოლმე ამ კუთხით და რომ იციან წინასწარ ტარდება ამ და ამ ადგილას, ჯერჯერობით ყოველთვის ოფიციალურად ყველაფერი გარკვეული გვაქვს წინასწარ და ამ კუთხით პრობლემა არ ქონია ხოლმე. რა ხანდახან არის ხოლმე რომ ეს გამოჩდება მეპატრონე გამოუჩდება ამ თუ იმ ამ. რაც გადამითხარით მიწა იწესო და რაღაცა. ძირითადად რა თქმა უნდა ყოველთვის საზოგადოება მოსახლეობა კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, ჩვენი ცხოვრების წესით ისეთია რომ სხვანაირად არ შეიძლება. რაღაცა ისეთი შაბიშლება რჩება, როცა ოფროუდზე საუბრობ და ოფროუდერს ელაპარაკები, რომ სულ დღე და ღამე დადის ჯიპით და შენ მაგალითად ეხა რადიოში მოხვედი სედანით. ამ შემთხვევაში ხო ქალაქში ბოლო პერიოდში პატარა მანქანით მოძრაობს სედანით. თუმცა ჩემი საბრძოლო მანქანაც ყავს, რომელიც ჯერჯერობით დასვენების ეტაპზეა და ისვენებს. ჯერჯერობით ჩემი თვითონ როგორც ჩვენთან ესეთი წესია სამართლიანობისთვის ორგანიზატორს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში და აქედან გამომდინარე, როდესაც შეჯიბრის ორგანიზებაში ვარ ჩართული, მე მონაწილეობას ვერ ვახერხებ ხოლმე. როგორც არა, მანქანა ხო აი ორგანიზების პროცესში თუ ჩაერთვება ხოლმე, მე თვითონაც და მანქანასაც კვაყოფილია მანქანა იმით. კი ბატონო, აი ესეთ ძირითად შემთხვევებში ისვენებს რა. ეს კიდე კაი ვარიანტია, როდესაც ადამიანს საშუალება არიან ოფროუდები, რომელსაც არ აქვს საშუალება და ან არჩევანის გაკეთება თუ უწევს, თქვა დაიტოვოს, თქვა სედანი ან საოფროუდე მანქანა მეტეს ნაწილი იტოვებს. ეს ძალიან ცუდია. ოფროუდე მანქანას და ყოველდღიურად გადაარგილდებიან ხოლმე. ეს მე უკვე ხარჯებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს და მოდი დავამთავროთ იმით, რითიც დავიწყეთ. აი ბოლო ტურნირი რაც ჩაატარეთ სამოყვარულო დონეზე. სიახლე თუ მოგცეთ რამე? რა თქმა უნდა, ეს ტურნირი ყველა ასეთი ტიპის ტურნირი არის ახალი სისხლის მომტანი ოფროუდ საზოგადოებაში. ანუ მოდიან ახალი ადამიანები, ინტერესდებიან და ახლა რამდენი მონაწილე დარეგისტრირდა თუ გახსოვთ? ამ შემთხვევაში 20 მონაწილე იყო, 20 მონაწილე ყავდა და ამ 20-დან დიდი ნაწილი იყო პირველად. დიახ. პირველად მიიღეს მათ მონაწილეობა და მათთვის ეს ახალი ხილი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გააგრძელებენ. ანუ მაყოფილი ხართ ამ სამოყვარულო დონის შეჯიბრით. კი ბატონო, ნამდვილად. გასაგებია. კარგი, სამწუხაროდ ჩვენი სასაუბრო დრო ამოიწურა, კიდევ ბევრ რამეზე ვისურვებდით ალბათ დიალოგს, მაგრამ ეს არ არის ბოლო გადაცემა, ასე ვთქვათ და თქვენ მომდევნო ტურნირების ჩატარების შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ კიდევ არაერთხელ ვთქვათ, თქვენს წარმომადგენლებს ფედერაციიდან შევხვდებით და ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში და მომდევნო გადაცემამდე იმედს ვიტოვებ, რომ საერთოდ ფინანსური პრობლემები ისე იქნება მოგვარებული, რომ საერთაშორისო დონის ტურნირებიდან ოქროების მოპოვების თემატიკაზე ღა ვისაუბრებთ ხოლმე და არა პრობლემებზე. კარგად ძანდებოდეთ, მადლობა. ნახვამდის. ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.